ევროპარლამენტში განაგრძობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარს და ამ თემის განხილვას. დღეს კენჭი უნდა ეყაროს რეზოლუციის პროექტს, სადაც საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე და ასევე მის გარემომცველობაში მყოფი ადამიანების დასანქცირებაზე, ასევე პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ადამიანებზე, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლაში არიან პასუხისმგებლები. ამ თემაზე ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს, მაგალითად მირიამ ლექსმანი საუბრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და აღშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო არის ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფო და ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიზაციას და პროევროპულ პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ ის აცხადებს იმას, რომ რუსეთის მარიონეტები არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. ასევე რასა იუკნევიჩიანემ ისაუბრა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ რეზოლუციაში საუბარი არის ასევე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ეკუთვნის იმ ქვეყნებს, სადაც არსებობს დემოკრატია და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი რეზოლუციაში და დღეს კენჭისყრის დროს და ასევე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და ის აცხადებს, რომ შვედეთის მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნებისადმი ძლიერია, მაგრამ არა უპირობო და ყველაფერს გადაწყვეტს ქვეყნის რეფორმების ტემპი. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელ პირების მიმართ და ასევე ის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდება არასათანადო სათამაშო მოედნით და ფესვგადგმული პოლარიზებით. ამავდროულად ისაუბრობს იმაზე, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას.